ყველას გისურვებთ ზუსტ როლად და უსაფრთხო ნადირობას. საინტერესოა idi მარლენი თუ არ მოაყოფილა, იმას მე მგონი უკეთესი ნომერი შეხვდა. აი აქედან შემიძლია ვისროლო. აი აქამდე. მარლენმა რაღაცა აიღო. დავინახე როგორ მოხდა და მონადირებულია. სასიამოვნოა ამის მოსმენა. თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარიზღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება. მარლენ, დეჟავიუ მაქვს. ესე იგი, შარშან შენ გადაცემაში რაც იყო, მე მგონი ყველაფერი იგივე სტუმრები, იგივე ქვეყნიდან, იგივე კლუბი მასპინძლობს, იგივე რეგიონში, კახეთში. ხოხობიც მაშინ კარგად მოვინადირეთ. ეხლაც ვხედავ, რომ ისევ მტაცებელია და მტაცებელზე ნადირობა კიდე ძალიან ეფექტური გამოა, მაგრამ იცი რა არის დეჟავიუა, მაგრამ ეხლა ლოკაციებია შეცვლილი. ოდნავ ლოკაციებია შეცვლილი და დღეს ვაპირებთ ვინადიროთ ჭიაურის ხეობაში, ხო? ტყეში. მასპინძლებს ბატონი თემური, ყემალაძე და იმედი მაქვს, რომ შარშანდელ წყენას, რომელიც მტაცებელმა დაგვიტოვა, წელს ამოვიღებთ. იმედია. ჩვენ წინ ეხა 2 მანქანა მიდის, ჩვენს უკანაც ვხედავ დაახლოებით ეხლა დავითვალო 1 2 3 4 5 მანქანაა მე მგონი კიდევ ჩვენს უკან. გველოდება. და ერთიც გველოდება, ხო. საკმაოდ დიდი რაოდენობის ხალხი ვიკრიბებთ. კლუბი იბერია ისევ ფორმაშია. სრული შემადგენლობა. მოგესალმებით მეგობრებო. მიხარია დღეს კიდევ ერთად რომ ვართ. დღეს ვიმყოფებით ჭიაურში, სანადირო მეურნეობაში. მასპინძლობს ბატონი თემური ყემალაძე, მივესალმოთ. ჩვენთან ერთად იმყოფებიან ჩვენი სტუმრები ლიტვიდან, მივესალმოთ ბიჭებს. დღევანდელ ნადირობას გვიხელმძღვანელებს თვითონ ბატონი თემური. აგვიხსნის რას ვესვრით, რაც არ ვესვრით და მოკლედ ყველას გისურვებთ ზუსტ როლად და უსაფრთხო ნადირობას. მოგესალმებით, ჩემო კარგებო, ჩემო კოლეგებო, მონადირეებო, სტუმრებო. ძალიან მიხარია, რომ ჩვენ ქვეყანაში უკვე ყალიბდება ნადირობის კულტურა, რაც მთავარია ჩვენთვის და აუცილებელია ჩვენი ქვეყნისთვის. უკვე ვიღებთ სტუმრებს, თუმცა სტუმრები ჩვენ არ გვაკლია, მაგრამ ესეთი კოლექტიური ნადირობა ტარდება პირველად და მე მინდა მოგილოცოთ ყველას ორგანიზატორებს, რომ ყოჩაღ ბიჭებო, რომ ამას ვაკეთებთ. ეს არის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ბუნების პოპულარიზაცია და ნადირობის ყველაზე დიდი ხიბლი გახლავთ ზუსტად ეს ურთიერთობა, რასაც თქვენ აკეთებთ და ჩვენ ვაკეთებთ ერთად და რისთვისაც ვიღწვი მე წლების მანძილია. ეს სანადირო მეურნეობა გახლავთ ფაუნა, დაახლოებით 20 წლის უკან დაფუძნდა და ჩამოყალიბდა. ეს არის უნიკალური ადგილი, ალაზნის ჭალები, ჭალის ტყეები. მე ვფიქრობ, რომ წარმატებული დღე გვექნება. ჩვენ ვინადირებთ 2 ლოკაციაზე აქ. მგელია, ტურა არის, ენოტია, მელა არის. ამათ განურჩევლად ვესვრით სულ ყველას. ყველანაირ მტაცებელს ვესვრით. მტაცებელზე, დიახ. აქ შეგვიძლია ვესროლოთ ღორსაც. იარაღთან დამოკიდებულება, ვაზნები ნომრის დადგომამდე არ არსებობს, ჩავდობთ. ყველას გვექნება გადახსნილ მდგომარეობაში, ნომერში როცა დავდგებით, ვისვრით მხოლოდ წინ ესეთი მიმართულები და არა გვერდზე და თუ საშუალება არის და თანხმობა იქნება ჩვენგან, მე გასულ ნადის უკან ვესვრით. სარეკი რომ თავდება მარეკამდე, ბოლომდე, ესე იგი, მე მოგცემთ განკარგულებას, როდის უნდა დავიშალოთ, ავიკრიფოთ და გადავიდეთ სხვა სარეკში. კი ბატონო. მე მიხარია, რომ ბატონი რეზუა ბეჟაშვილი აქ ჩვენთან, ველური ბუნების სააგენტოდან. სწორედ ეს ორგანიზაცია ჩამოყალიბდა მაგიტომ და ჩვენ დიდი ხანი ვიშრომეთ ამისთვის, რომ ჩამოყალიბებული იყოს ზუსტად იმიტომ, რომ აი რაც ხდება დღეს, ეს ყველაფერი მოექცეს კანონის ქვეშ, დარეგულირდეს და შედეგი გქონდეს. მაშინ შეგვიძლია ეხლა ხო წავიდე და იქ გავჩერდე და იქ ავეწყოთ უკვე იარაღებით. ალბათ გაგიკვირდებათ ხახნო და როგორ შეიძლება რომ ტურა ველურ ბუნებაში ნანახი არ აყავდეს მონადირეს, მაგრამ პირდაპირ გეტყვით რომ ჩვენი სტუმრები იმ ქვეყნიდან არიან, სადაც ფიზიკურად უბრალოდ არ არსებობს იქ ტურა. და აი ეს იყო მიზეზი, რატომაც მოითხოვეს რომ ძაღლები უნდათ რომ ენახათ.
მონაწილეს ნომრებში. მესამე ნომერი მომიწია მე, ჩემამდე დგას მარლენი, ჩემ შემდეგ დგას ჩვენი ლიტველი სტუმარი. ძალიან უკმაყოფილო ვარ ნომრით. ჯერ ერთი ჯაგები არის და მხედველობა არ არის, მე გზა ჩემდაბედად აკეთებს ნახევარ კალს, ნახევარ მთვარეს. დაახლოებით 35 მეტრში სტუმარი მიდგას, მარჯვენა მხარეს 35 მეტრში მარლენი მიდგას. დაახლოებით ამის იქით ხო ვერ ვისვრი. აი აქ მეორე კაცი მყავს, ანუ აი ამის იქით ვერ. აი ეს მრჩება სასრულად რა, 15 მეტრი. ზედ ბილიგზე ჩემთან უნდა მოვიდეს და გამარჯობა გოგაო უნდა მითხრეს. სხვა შემთხვევაში რომ გამოვიდეს, თავს დაუხრი, მივესალმები და გავატარებ. ანუ ძალიან უკმაყოფილო. საინტერესოა მარლენი თუ აკმაყოფილი, იმას მე მგონი უკეთესი ნომერი შეხვდა. აი აქედან შემიძლია ვისროლო. აი აქამდე და ცოტა რო გავაფართოვოთ სასრული არეალი. აი ეს ბუჩქნარი უნდა ავიღოთ. სარეკმა უკვე დაიწყო მუშაობა. სარეკი დაიწყო. ემზადებით, ჩუმად ვართ და ხმას აღარ ვიღებთ. სარეკი მოგვიახლოვდა, ოდიან სროლებით ხმაურით. გვესმის საღლის ყეფის ხმა, თუმცა აქტიური ტევნა არ არის. ნახოთ შეიძლება და რაღაცა გვარგუნოს ღმერთმა. ვიმედოვნოთ. რაღაც როლები მესმოდა ჩემს უკნიდან, ვიმედოვნებ, რომ ჩვენმა სტუმრებმა ისროლეს. არავინმა რაღაცა აიღო. ჩემს ნომერში გამოვიდა ტაცებელი და პირველივე გასროლით კვეთრად დავინახე როგორ მოხდა და მონადირებულია. ლომებო, რა ქენით? აი ჩვენ პატარა საჩუქარი დაგახოთ. სად არის მალე ხათ არის? აგერ არის კაცო. აი ჩასუქებ, კარგი ნაკვებია. მალე. შეიძლება მოგეცნა ვინ მაგას, ნო. აი ესეთი წარმატებული შედეგი გამოვიდა. თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარიზღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება. ეში შევიციოთ. ძალიან ფხიზლად უნდა ვიყო. ძალიან ფხიზლად. აი სარეკი რო დაიწყება, შეიძლება იმხუში გამოვიდეს. და უნდა განსაზღვრო, შენ დროზე ესრულო და დატოვო. ძალიან ბევრია. და სიჩილეს გვინდა და არ უნდა გაგვეპაროს ნაძვის. ნომრების გადანაწილება უკვე დაწყებულია. 7 კაცი უკვე დავდოთ. შეიძლება გადავაწყოთ. დავიწყეთ მეორე მორეკვა, გადმოვინაცვლეთ მეზობელ დღეში. მეხუთე ნომერმა მომიწია მე, ჩემს შემდეგ შეიძლება კადრში ხედავთ, მარლენი დგას, არც თუ ისე შორს.
ხედველობა ნორმალური მაქვს, ადგილიც მომწონს. ნომერში ჩავდეგე უკვე და მეორე სარეკი უკვე დაწყებულია. გავიქონე სროლები, მაქსიმალური ყურადღება გვმართებს. ცხოველი ძალიან ბრტყილია და ნებისმიერი პატარა ფაჩუნიც კი შესაძლებელია მაპროვოცირებელი გახდეს იმისა, რომ ჩვენ ნომერში არ გამოვიდეს. სარეკი გვიახლოვდება. სამწუხაროდ ძაღლების მუშაობა არ ისმის, მხოლოდ სარეკი ხმაურობს და ისვრის. წესით კარგ ადგილას დგავართ და ხელვადობა კარგი მაქვს. თავარია ჩამოირბინოს. იყო დევნა ჩვენს შორი ახლოს, ძაღლები ახლოსაც მოვიდნენ, მაგრამ სადღაც ჩემს წინ დაკარგეს კვალი. მერე ალბათ ისე ვიპოვეს და უფრო ღრმად გაიწიენ, ანუ ჩემგან უფრო ღრმად ტყეში. იმედი მაქვს, რომ შეიძლება იქ ნომრები იყოს, შეიძლება არც იყოს, არ ვიცი გზა როგორ გრძელდება, სიმართლე გითხრა. მეორე მორეკვაც დასრულდა, უკვე მარეკი გამოდის ნომრებში, აწი ავშლით ნომრებს. ბატონო თემურ, გამოგივიდათ? კი, ერთი ცალი, ბევრი იყო, მაგრადიე ზაღლებმა ძალიან. ნუ ერთი ჭკვიანი ნადირი არის. ჭკვიანი ნადირია. შენ აიღე? უნდა მოგვიყვე, რა დაინახე, როგორ დაინახე და რანაირად. ოქრად გამორბოდა, გადმოხდა ბეგზე და მოხდა ჰაერში და დაეცა. მოსდებდნენ ხო ძაღლები თუ? სამივე მოსდებდა. კარგათია აქ გარტყმული. კი. წიოდა კიდე. შვენიერი ეგზემპლარია. ერთის დავახმარე რო არ ეწონა. რა თქმა უნდა. გიხმარა. მოვედით მეურნეობა ედემში, ბატონი თემურის სამფლობელოში. ძალიან რთულია ეს ადგილი არ გიყვარდეს. ძალიან ლამაზი ადგილი არის, კარგი ტყე არის, კარგი ტბა არის, კარგი მიდამო და ალაგი არის. ისეთი თბილი და კარგი მოგონებები გვაქვს მე და შენ ამ ადგილთან, რომ მართლაც და ძალიან რთული არის, რომ არ გიყვარდეს. თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარიზღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება. გვინდა გავაკეთოთ ესეთი რამე, რომ სტუმრებს გვინდა პატივიცეთ. ამ ტერიტორიაზე ნომრების რაოდენობა შეზღუდული არის, ვეცდებით, რომ გადავნაწილდეთ ისე, რომ გული არ დავწყვიტოთ სტუმრებს. სარეკი გაკეთდება კონკრეტულად გარეული ტახისთვის და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ წარმატება წინ გვაქვს. გასრულებით გესმით და შესახილებიც მარეკის. ტახს ველოდებით აი ამ ზოლზე. დიდი პერსპექტივა იმისა, რომ ჩვენზე გამოვიდეს მონადირეებზე. დიდი ალბათობით ამით ნადირობა დასრულდება. ძალიან ცოტა ადგილიღა დარჩათ მარეკს გასავლელი, რომ ბოლო ნომრებში გავიდნენ. როგორც ჩანს, ტახი აქ არ წევს.
თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარის ღილაკი. ეს ძალიან დაუეხმარება. მოკლედ მეგობრებო, დასრულდა ჩვენი დღევანდელი დღე. უღრმესი მადლობა ბატონ თემურს და მის გუნდს, რომ დღევანდელი დღე შექმნეს. ასევე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო არხს ნადირობას. აქ არიან მთელი გუნდი წარმოადგენლები. უღრმესი მადლობა. იბერი აგრძელებს თავის ტრადიციას და დღევანდელი დღის ნადირობის ორი მეფე გვყავს. ერთი არის პატივცემული მარლენი. მიულოცოთ. მიულოცავ. სასიამოვნოა ამის მოსმენა. ბატონო. ვაა, როგორი ლამაზი რამეა. ძალიან დიდი მადლობა. და ასევე რა თქმა უნდა ვაჯილდოებთ მეორე სარეკის ასევე წარმატებულ მონადირეს და ნადირობის მეფეს ლევანს. გილოცავ ძმაო. ლევანის დებიუტია იბერიაში ნადირობის და კარგად დაიწყე ჩემო ძმაო. გაიხარ. დღევანდელ დღეს ყავს მხიარული მონადირე და მხიარული მონადირე ვარ მე. და დამაჯილდოებს წინა ყოფილი მხიარული монадире. Молодец, Витя, молодец. От имени нашей литовской команды хотим всем поблагодарить за прекрасную охоту и имеем такой скромный подарок из литовского леса от нашей литовской команды господину Тимуру. Мадлаба. Спасибо. Პირველ რიგში მინდა ძალიან დიდი მადლობა მოგახსენოთ სულ ყველას ორგანიზატორებს, ბატონ რეზოს, გოგას მარლენს. მინდა უღრმესი მადლობა უთხრა ჩვენ სტუმრებს და დღეს ჩვენ აი ამ ბუნებაში, ლაგოდეხში და კერძოდ ჭიაურის ტყეში მოვინათლეთ, ესე ვთქვათ. აი ამაზე მეტი ფასეულობა რა უნდა იყოს. ასე რომ ძალიან დიდი მადლობა ყველას. და ღმერთმა ბევრი დღეები მოგცეს მსგავსი და მე მიერე კაცი ვიქნები თუ ჩვენი სტუმრები წავლენ და კაი მოსაგონარი ექნება და გავახსენდებით ჩვენც. ნადირობას გავგარჯოს! თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარის ღილაკი. ეს ძალიან დაუეხმარება. თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარის ღილაკი. ეს ძალიან დაუეხმარება.